მოგესალმებით ჩემო ლამაზებო. დღეს მოდით ერთად გავაკეთოთ ისპანახის ღვეზელი ფეტა ყველთან ერთად. არის უგემრიელესი ცომის გარეშე და ადვილი მოსამზადებელი. ამისათვის დაგვჭირდება მე გამოვიყენე 300 გრამი ისპანახი, დავჭერი საშუალო თავი ხახვი, შეგიძლიათ მწვანე ხახვი გაუკეთოთ თქვენ, ნახევარი კონა ცერეცო და მოვაყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ესე ახლა როგორც ხედავთ ვიდეოში ხელით ავჭყლიდოთ, რომ ისპანახი ცოტა წვენი გამოუშვას ჩვენმა ისპანახმა და მორბილდეს, აი როგორც აქ ხედავთ. ეხლა ცალკე ჯამში გავამზადოთ, ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, ცილიან გულიანად. დავუმატოთ 1 ჭიქა მაწონი 2%-იანი, ან თქვენ რომელიც გაქვთ, შეგიძლიათ დავუმატოთ მაწონი კეფირთან ერთად შერეული. აურიოთ კარგად და დავუმატოთ ჭიქა ნახევარი, იგივე ჭიქით რა თქმა უნდა, ჭიქა ნახევარი წყალი. დავუმატოთ აგრეთვე ნახევარი ჭიქა ზეთი, მე მაქვს ზეითუნის ზეთი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორი ზეთიც გაქვთ. და ეხლა ვუმატებთ ფქვილს. მე ფქვილი გამოვიყენე, რომელიც ფარინა, ესე ქვია საბერძნეთში, რომელიც თვითონ ამოდის, ანუ შერეული აქვს უკვე გამაფხვიერებელი. და დავუმატე 2 ჭიქა აი ეს ფარინა. ჩემი ჭიქა არის, ჩემოკარგებო, 250 გრამიანი. ეხლა დავუმატე ცოტა შავი პილპილი და აი ეს მასა შეურიოთ, ეხლა აი ბლინივით მასა გამოგვივიდა, შეურიოთ ჩვენ ისპანახს. აურიოთ ყველაფერი კარგად ერთმანეთში და აი ეს ჩვენი ღვეზელიც მზად არის უკვე. ფეტა დაჭყლიდეთ, აი ესე ხელით, რომ ცოტა დიდი ნაჭრები იყოს შიგნით, ფეტა გამოვიყენე მე 150 გრამი. ეხლა ჩემო მეგობრებო, წინასწარ მქონდა ღუმელში შედებული ჟარონა, რომელიც გაცხელდა კარგად და აი ამ ცხელ ჟარონას წაუსვით კარაქი ფსკერზე და დავასხათ ეხლა ჩვენი ისპანახის მასა. მეგობრებო, გაითვალისწინეთ ის, რომ აი ეს ღვეზელი სქელი და ფუმფულა არ უნდა იყოს, პირიქით უნდა იყოს თხელი და რომ კარგად გამოშუშტდეს და ცოტა იყოს გვერდებში კრაწუნა. ეხლა თავზე მოსასხამად ავიღე 2 ცალი კვერცხი, აურიოთ ერთმანეთში, 100 გრამი ფქვილი, რა თქმა უნდა ის ფქვილი რაც გამოვიყენე, რომელიც თვითონ ფუვდება და დავუმატოთ აგრეთვე 200 გრამი ზეითუნის ზეთი. აურიოთ ეს მასა ყველაფერი ერთმანეთს და ეხლა გადაუსვათ ღვეზელს, რადგან მიიღოს დაიბრაწოს კარგად და ზემოდან მიიღოს კარგი კრაწუნა ფენა. აი ესე როგორც ხედავთ ვიდეოში, გადაანაწილეთ ყველგან, რაც როგორც კი შეგიძლიათ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, გამოვაცხოთ ჰაერის ტემპერატურაზე 180 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება ზემოდან კარგად ჩვენი ღვეზელი. მე დამჭირდა სადღაც 1:30-40 წუთი გამოწყობას. აი სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით. არის უგემრიელესი, არომატებს რა თქმა უნდა ვერ გადმოცევს ჩვენი ვიდეო, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მთელ სახლში დგას ძალიან არომატული სუნი.
გემრიელად მიირთვით, მოამზადეთ, რასაც ამზადებთ დიდი სიყვარულით და მე კიდე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.